ევთოოდირი 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას აქვეყნებს. სადამკვირვებლო ორგანიზაცია წერს, რომ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სერიოზული შეშფოთება არსებობდა მანამდე მიღებულ კანონთან, ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომლითაც არჩევნებში ჩართული დამოუკიდებელი ინსტიტუტების თავისუფლება იზღუდებოდა. ევთოოდირმა საბოლოო დასკვნაში რამდენიმე დარღვევაზე ისაუბრა, რომელთა შორის არის ამომრჩეველთა დაშინება, არათანაბარი საარჩევნო გარემო, ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა და მედიის მიკერძოებულობა. ამასთან ევთოოდირის შეფასებით არჩევნების შემდეგ საჩივრების სათანადოდ არ იქნა განხილული, რაც ზღუდავდა საქმეების სამართლებრივი განხილვის შესაძლებლობას. დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებისა და დაკავებების საკითხზე ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს. კერძოდ აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლა დაკავების უამრავი შემთხვევა შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რამდენად თანხმდრაშია საერთაშორისო ვალდებულებებთან, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას გულისხმობს. უამრავი პრობლემა მოხდა ჩვენს საბოლოო ანგარიში, რაც უარყოფითად აისახა არჩევნების მთლიანობაზე და დააზიანა საზოგადოების ნდობა ამ პროცესისადმი განაცხადა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში. საბოლოო დასკვნაშიც ხაზგასმულია პოლარიზებული და ინსტრუმენტად გამოყენებული მედიის უარყოფით გავლენაზე, ასევე მმართველი პარტიის სხვებთან შედარებით ბევრად დიდ ფინანსურ რესურსებზე, რამაც არათანაბარი გარემო შექმნა. ორგანიზაცია წერს, რომ არჩევნებისთვის მომზადების პერიოდი კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა არჩევნების დღეს ხშირი იყო ხმის ფარულობის დარღვევა, ასევე იყო პროცედურების დარღვევის შემთხვევები, ცნობები დაშინებაზე. ამან უარყოფითი გავლენა იქონია საზოგადოების ნდობაზე პროცესის მიმართ. ევთოოდირი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ არჩევნებამდეც და მას შემდეგაც საჩივრების სათანადოდ არ იქნა განხილული, ამიტომ ორგანიზაციის რეკომენდაცია ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი იქნეს გამოყენებული, რაც საზოგადოების ნდობას გაზრდის. ევთოოდირი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ დემონსტრანტები ძალისმიერად იქნენ დაშლილნი, რასაც უამრავი ადამიანის დაკავება მოჰყვა. ორგანიზაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების ცნობას მისი მანდატი არ ითვალისწინებს და მისი ფუნქცია უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ყოვლის მომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას. ევთოოდირის საბოლოო დასკვნას ქართული ოცნება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებს. BMJ-ს თავაზობთ ამ დრომდე გაკეთებულ განცხადებებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ მთლიანობაში ევთოოდირის დასკვნიდან ირკვევა არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება ევთოოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევთოოდირს. განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. CESCO ანგარიში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალე პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ევთოოდირის ანგარიშიც მოწმობს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი კითხვის ნიშნები დაისვას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძე, ძლიერი საქართველოს ლიდერი. საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა, ეს არის ევთოოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში. გიორგი ვაშაძე, ერთიანობის ლიდერი. ევთოოდირმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და ის ახლიდან უნდა ჩატარდეს. ნათია მეზრიშვილი, საქართველოსთვის ევთოოდირმაც გამოუტანა არალეგიტიმურ ოცნებას განაჩენი. ოდირი ამბობს, რომ არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი. მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების დანიშვნას ნიშნავს, ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ევთოოდირის საბოლოო დასკვნას. მოწოდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს. ეს იმ კრიზისიდან გამოსვლის დემოკრატიული გზა, რომლამდეც ამ არჩევნებმა საქართველო მიიყვანა, წერს სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელ X-ზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით დროა ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვან, როგორც მას სოციალურ ქსელში დაწერა, უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა, რაც მათ შორის გამოიხატება ცრუ განცხადებაში, რომ ვითომ ევთოოდირმა ლეგიტიმურობა აღიარა. სწორედ მაშინ, როცა ქართული ოცნება და პროპაგანდისტული არხი იმედი აცხადებენ, რომ ევთო საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს, უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა. ძველი საბჭოთა ჩვევაა დროა ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვან, წერს სალომე ზურაბიშვილი. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას. მივიღე გადაწყვეტილება, რომ საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკის პერსონა ნონ გრატად სიაში. იმიგრაციის კანონის 61 მუხლის შესაბამისად. ლატვიაში ფიზიკურ პირთა შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა, წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე. გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს. გერმანული გამოცემის ცნობით, ქალაქ მაიგდენბურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ძღოლი პოლიციამ დააკავა. EFP აღნიშნავს, რომ 60-დან 80 ადამიანამდე დაშავდა. ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო, ადგილზე საშინელი სურათია.
ამერიკის სენატმა მხარი დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ეგრეთ წოდებული შატდაუნის თავიდან ასაცილებლად. ამერიკის ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს სენატში მხარი 85 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 11 წინააღმდეგი იყო. ახლა კანონპროექტს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. როგორც მისი პრეს-სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ბაიდენი ეთანხმება მიღწეულ შეთანხმებას. კანონპროექტი გაახანგრძლივებს ფედერალური მთავრობის დაფინანსებას მომავალი წლის 14 მარტამდე და გამოყოფს $100 მილიარდზე მეტი სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოსაბრყელად. აღსანიშნია ისიც, რომ კანონპროექტი არ მოიცავს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნას ვალის ზედა ზღვარის გაზრდის შესახებ.